მოგესალმებით ასოციაცია ხერა 21-ის დისტანციური სერვისების ოჯახის ექიმი თამარ მაყრაძე. დღეს ფერტილური ასაკის ქალებისგან ყველაზე ხშირად დასმული კითხვების რუბრიკის ფარგლებში ჩვენი სტუმარია ექიმი გინეკოლოგ რეპროდუქტოლოგი თამარ გელაშვილი. თამარი შეეცდება გვეპასუხოს სოციალურ ქსელებში გახშირებულ შარტვასთან დასმულ აქტუალურ კითხვებზე. თამარ, მოგესალმებით. მოგესალმებით. გახშირებული შარტვა გულისხმობს დღე-ღამეში შარტვის მოთხოვნილებას 6-8 და უფრო მეტად. მაგრამ ეს არ წარმოადგენს ხშირად ჯანმრთელობის პრობლემას. მაგრამ თუ ამ მდგომარეობასთან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიც არის ცხელება ან წვა, უკვე გვაქვს ჯანმრთელობის პრობლემა. თამარ, რა არის ცისტიტი? ცისტიტი არის შარდის ბუშტის ანთება, საკმაოდ გავრცელებული პრობლემა, გვხვდება ორივე სქესის წარმომადგენლებში, თუმცა ქალებში უფრო ხშირია. თავისი ანატომიური აგებულების თავისებურების გამო, ვინაიდან ქალებში შარტსადენი მილი იგივე ურეთრა უფრო მოკლეა, შარდის ბუშტში ბაქტერიების შეღწევას ეს მდგომარეობა აიარებს. არსებობს ცისტიტის გამომწვევი? დიახ, ცისტიტის გამომწვევი ძირითადად არის ბაქტერია. ეს არის ეშერიხია კოლი უმეტეს შემთხვევაში, რომელიც ჩვეულებრივად ბინადრობს კუჭნაწლავის ტრაქტში, მაგრამ შესაძლებელია შეღწევა მოახერხოს შარდის ბუშტში. რა ნიშნები ახასიათებს ცისტიტის გამოვლენას? ცისტიტის გამოვლენის ძირითადი ნიშანია წვა, წვის შეგრძნება, მოშარდვის პროცესში, ტკივილი, მტკივნეული შარტვა და ასევე სისხლიანი შარდი. ხშირად ემართება ქალს ეს დაავადება? სიცოცხლეში ქალს ერთხელ მაინც ემართება აღნიშნული დაავადება ცისტიტი, ხოლო უკვე გადატანილ ამ დაავადების მქონე გადატანილ ქალს ხშირად უვითარდება აღნიშნული პათოლოგია, ანუ მორეციდივე ხასიათს იღებს ცისტიტი. რა ასაკში ვითარდება? ცისტიტი თითქმის ყველა ასაკში ვითარდება და მოიცავს ისეთ კატეგორიას, როგორიც არიან ორსულები, ასევე სქესობრივად აქტიური ქალები, რომელშიც შეგვიძლია განვიხილოთ მორეციდივე და დეფლორაციული ცისტიტები, ასევე პრემენო და პოსტმენოპაუზის ასაკის ქალბატონები. მორეციდივე ალბათ განმეორებით. განმეორებით, დიახ. რაც შეეხება პრე და პოსტმენოპაუზის მქონე ქალბატონებში განვითარებულ ცისტიტებს, ამ დროს ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, მედიატორია ჰიპოესტროგენია, ესტროგენ დეფიციტი, რომელიც ფიზიოლოგიურია ამ დროს და ვითარდება შარდის ბუშტის კედლის მოდუნება და საშოს ატროფიული პროცესები. და გახშირებული შარტვა დგება. თუ არსებობს პრევენციული ღონისძიებები ცისტიტის წინააღმდეგ მიმართული? დიახ, პრევენციული ღონისძიებებში მოიაზრება ზოგადად ადეკვატური სითხის მიღება, რომ სითხეები დეჰიდრატაცია არ მოხდეს. უნდა შევავსოთ. უნდა შევავსოთ, დიახ, სითბოს შენარჩუნება და ასევე პირადი ჰიგიენის სწორი დაცვა. ასევე შარდის ბუშტის რეგულარული და ბოლომდე დაცლა. რა არის პრიორიტეტული მკურნალობაში? მსუბუქი ფორმის ცისტიტების დროს მკურნალობა ბინაზეც შესაძლებელია განხორციელდეს, ტკივილგამაყუჩებელი, ადეკვატური სითხის მიღება, დიდი რაოდენობით უბრალოდ სითხის მიღება და ასევე სითბოს შენარჩუნება. იმედი მაქვს საჭირო ინფორმაცია მოგაწოდეთ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგმართეთ ასოციაცია ხერა 21-ის ცხელ ხაზზე.